თელავის რაიონში მოხდა მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია გამოძიების ცნობით სოფელ ვარდისუბნის მკვიდრი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზეა მოკლილი. გარდაცვლილი სახლობლები დანაშაულის სავარაუდო ვერსიაზე უკვე საუბრობენ. ირკვევა, რომ თავდასხმელი და მოკლული ერთმანეთის მეზობლები იყვნენ. რამდენიმე საათის წინ მოკლული ვეფხია გლურჯძის დედა აცხადებს, რომ მის გარდაცვლილ შვილსა და მკვლელობაში ეჭვმიტანილ ბიძაშვილს კონფლიქტი დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ. ციცინო გოგოლაძე მოამბესთან მკვლელობის სავარაუდო მოტივსაც ასახელებს და აცხადებს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილს მისი რძალი უყვარდა. გვაწუხებს განა ცოტა ხანია 13 წელიწადია. ცოლი მოსწონს ვითომ რა ვიცი, არ ვიცი შვილო. ალალი ბიძაშვილები არიან. ვიღაც მოკლესო და ისიც არ ვიცი და ან ვინ მოკლე ეგეც არ ვიცი. მოკლესო მეტი არაფერი არ ვიცი. ბიძაშვილმა ბიძაშვილი. შემთხვევა თელავში სოფელ ვარდისუბნის ცენტრში მოხდა. ურთიერთშელაპარაკების დროს ეჭვმიტანილმა ბიძაშვილს ცივი იარაღი ჩაარტყა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მისვლას ცდილობდა, თუმცა თელავში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე შემთხვევითი გამლელის მანქანაში გარდაიცვალა. მძღოლი ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება. შემთხვევით გამლელს გადაყავდა საავადმყოფოში და აქ მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაიცვალა ადამიანი, რაც დაადასტურეს ექიმებმა. გზაურმა ხელი აუწია, ჩაჯერა, დაჭრილი მიყავდა, ალბათ საავადმყოფოში ახლა სახში მოიყვანდა და გზაში მოკვდა. 48 წლის მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. გამოძიება 100 მერვე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.